ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმეზე აჭარის უმაღლესი საბჭო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ განმწესრიგებელი სხდომა გადაიდო. სხდომაზე სასამართლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ირაკლი დარცმელიძის დანიშვნაზე უმაღლესი საბჭოს დადგენილების ბათილად ცნობისა და ახალი დადგენილების ამოქმედების შესახებ უნდა ემსჯელა. სხდომაზე მოპასუხე მხარე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული პროცესის გამო ვერ გამოცხადდა. გელა ღოღობერიძემ სასამართლოს სხდომის გადადებით შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაიშვილმა შუამდგომლობაში დასახელებული გარემოებები საპატიოდ მიიჩნია და მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარის განცხადებით პროცესის გადადება მხოლოდ დროის გაჭიანურებას ემსახურება. სასამართლო პროცესი 25 დეკემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ბორდმა დღეს 14 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი უნდა დაასახელოს. იურისტ დავით მესხიძის თქმით, პროცესის გადადებამ დირექტორის არჩევაზე არ უნდა იმოქმედოს. ამბობენ შუამდგომლობა და მაშინ ისეთი გარემოებები 215 მუხის საფუძველზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის წარმოადგენს სწორედ იმ საპატიო გარემოებებს, რომლის გამო სასამართლოს სხდომა უნდა გადაიდოს. ამასთან სწორედ თანასწორობისათვის პოზიციურობის პრინციპის საფუძველზე არ დაეკარგოს არჩეულ მხარეს ავტოგამარტების თავის მოსაზრებით დაფიქსირების უფლებამოსილება სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოცემულ განცხადებებს და მიზანს შეწევრად მიიჩნევს მოცემული სხდომა განწესრიგებელი სხდომის ეტაპიდან გადაიდოს. სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება გადადევს თვალს მე მიმაჩნია, რომ სხდომის გადადების საფუძველი სასამართლოს არ ქონდა და ეს გადადება ემსახურება პროცესის გაჭიანურების მიზანს და ეწინააღმდეგება ეკონომიკურობის პრინციპს. სასამართლოს შეეძლო განწესრიგებელი სხდომა მოპასუხე მხარის დასწრების გარეშეც განიხილა. რაც შეეხება დირექტორის არჩევას, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა მრჩეველთა საბჭოში 2 წევრი და მათი უფლებამოსილება შეჩერებულია, სამმაწერმა მაინც აირჩიოს დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევა დირექტორი.